2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა. წინა ხელისუფლების დროს არსებული პრობლემები მოგვარების ნაცვლად უფრო გაღრმავდა. ის აქტივისტები კი, რომლებიც ყოფილ მთავრობას ხმალ ამოღებულები ებრძოდნენ, ახლა საეჭვო ჩუმად არიან. მე დღეს ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით, კერძოდ დაჩი ცაგურიაზე, როგორც ადამიანური დაცემის თვალსაჩინო მაგალითზე. ხელისუფლების ცვლილება ქართულმა ოცნებამ 12,000 ლარად შეაფასა, რაც დაჩი ცაგურიას ყოველთვიურად ხელფასის სახით ერიცხება. ცხადია, ამ ხელფასს რკინიგზის განვითარებისთვის სულაც არ იღებს. როცა მამამარჩენალი დაუძახებს, ოპოზიციის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს და ერთი ადგილი ათამაშოს. მიშა, შენ იჯდები ციხეში, ბოლომდე მოიხდი სასჯელს. იცოდე, ამის გარანტიას გაძლევთ თითოეული ჩვენგანი. რკინიგზაში ცაგურიას წლიური შემოსავალი 144,000 ლარია. პრემიებით დაახლოებით 200,000-მდე ადის, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა წლიურად 8,000 სოციალურად დაუცველი ბავშვის გამოსაკვებად. არადა ის ვიდეო ხო გახსოვთ, დაჩი ცაგურია სააკაშვილს რომ მიუვარდა იაპონურ რესტორანში. გარეთ ხალხი შიმშილით იხოცება, შენ კიდე აქ ზიხარ და სუშის ჭამო. როცა ხალხი საქართველოში ნახევრად მშიერი იხოცება, მიშა სააკაშვილი ამ დროს დგას იაპონურ რესტორანში და მიირთმევს სუშს. მიშა არ შეგარგებთ მაქსუშს. მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის 30 ლარიანი სუში ხო არ შეარგო და ახლა იმაზე უჭედავს, რატო შიმშილობო. შიმშილობს და ითხოვს პრეზიდენტად თუ არ დამსვავთ, ფიას არ შევჭამ, საჭმელს არ შევჭამ. ეს არაკაცი ეს ნაგავი ეს. ანუ ამ დაჩი ცაგურების მოსაწონი ვერაფერი ვერქნა სააკაშვილმა. ჭამდა და რატომ ჭამო, არ ჭამს და რატომ არ ჭამო. ხანდახან თვითი რა არის, თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას მიქნათ და მე თქვენ იმას აქიდანაც თქვენ კითხოს აქიდან იმაშობთ რა. TBC კაპიტალის ბოლოკლევით დაჩი ცაგურიებისნაირი ჩინოვნიკების დამსახურებით რკინიგზის დეპარტამენტმა 2020 წელს 164 მილიონი ლარით იზარალა. ჩვენს ფულს ჭამენ და ჭამენ. თან ამის ფონზე კიდე აქეთ გვამუნათებენ. ქუჩაში რო არ დაგზდევთ, პანჩურებს რო არ გირტყავთ, თავისუფლად რო დადიხართ, მეტი რაღა გინდათ გაგვაგებინეთ. ამას გონი 20 ივნისის კადრები და პანჩურების რტყმები დაუმალეს. სანთელი დაუნთეთ ბიზინა ივანიშვილს ქუჩაში რო თავისუფლად დადიხართ. მაგიტომ თქვენ კი არ უნდა ებრძოდეთ, მადლობას უნდა ეუნებოდეთ ყოველ დილას. თქვენ არაკაცებო თქვენ. ისევ რკინიგზის დეპარტამენტს რომ დაუბრუნდეთ, მათი ვერ განხორციელებული პროექტები განხორციელებულ პროექტებს 20-ჯერ აღემატება. მაგალითად 2016 წელს გვპირდებოდნენ, რომ ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზას გაიყვანდნენ. დღეს ვრთავ ჩვენ ღილაკს და 364 დღე, ერთი დღე გავიდა მეგობრებო, გვაქშორებს იმ დღეს, როდესაც ეს სარკინიგზო სადგური ამოქმედება. ამ ამბიდან 365 დღის ნაცვლად 1365 დღე გავიდა, მაგრამ არაფერი. მერე იყო და შვეიცარიულ კომპანია შტადლერს შემოიყვანთ და ულტრა თანამედროვე მატარებლების ქარხანას ავაშენებთ. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს აქ იმას, რომ ქარხანა იყოს საქართველოში, რომელიც აწარმოებს მატარებლებს, ვაგონებს, ასევე მათ შეკეთებაზე იმუშავებს. ამისგანაც რომ არაფერი გამოვიდა, ბოლოს იფიქრეს და გადაწყვიტეს 1950-იანი წლების ქვანახშირზე მომუშავეთ მომავლები და 60-იანი წლების ლოკომოტივები გადაეღებათ. საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა სალოკომოტივო პარკის განახლების მიზნით განახორციელა სამანევრო ლოკომოტივების კაპიტალური შეკეთება, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის ეკონომიას. ამას გარდა რკინიგზის დეპარტამენტისა და დაჩი ცაგურიას გრანდიოზულ პროექტებში შედის 70-იანი წლების ამორტიზებული რუსული გადამზიდი AC ტიპის მატარებლის ლოკომოტივის მოტორის შეკეთებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხა სპეციალურად გამოიყო. როგორც რამდენიმე წლის წინ ერთმა ადამიანმა თქვა, ბიზინა ივანიშვილმა გადასახადები ხო გაგვიძვირა, ხორცი ხო გაგვიძვირა, შაქარი ხო გაგვიძვირა, ბენზინი ხო გაგვიძვირა, მედია ხო აგვაწიოკა. დედა ხო მოხანა, მაგრამ რაღაცა ხო გააკეთა რა. სანთელი დაუნთეთ ბიზინა ივანიშვილს.